ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწრაფად იზრდება. Microsoft-ის შეფასებით მომხმარებელი თვეში საშუალოდ მინიმუმ 90 წუთს ატარებს ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობაში. იმატებს იმ კომპანიების რაოდენობას, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში AI-ს იყენებენ. როგორია დინამიკა საქართველოში და რამდენად ანაზღაურებადია AI ინჟინრების საქმიანობა, დეტალებით ქრისტინე გამთენაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ქრისტი, მოგესალმებით და გისმენთ. თათია, გამარჯობა. გლობალური ტრენდის მსგავსად ხელოვნური ინტელექტის როლი საქართველოშიც იზრდება. მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია ფინანსური სექტორის, მათ შორის ბანკების მხრიდან. AI-ს აქტიურად იყენებენ სტარტაპები, იქიდან გამომდინარე, რომ სტარტაპ კომპანიების ფუნდამენტის მეტწილად სწორედ ხელოვნური ინტელექტია დაშენებული. როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დანერგვა საკმაოდ დიდ დანახარჯებთან და რესურსებთან არის დაკავშირებული, თუმცა კერძო სექტორის შეფასებით AI კომპანიებს არაერთი პროცესის ავტომატიზაციის შესაძლებლობას აძლევს, შესაბამისად გლობალური დინამიკა ხელოვნურ ინტელექტში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებისკენაა მიმართული. ამ კუთხით აქტიურობს ქართული ბიზნესიც. თუ შენ ხარ სწორად მოაზროვნე კომპანია და გინდა რომ დარჩე ბაზაზე რელევანტური და გინდა რომ იყო კონკურენტული, ცხადია რომ უნდა იფიქრო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე და AI ერთ-ერთი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც გეხმარება ბევრი ტიპის ბიზნეს პროცესის ავტომატიზაციაში. ცხადი ლოგიკურია, რომ მომართვენება გაზრდილი არის. საქართველოში გვყავს რამდენიმე კომპანია, რომელიც მნიშვნელოვნად არის წინ წასული AI-ის დანერგვის კუთხით, თუმცა იმაზე სპეკულირება, რამდენ ხანში ამოიღეს ინვესტიცია, თუ რამდენ ხანში ამოიღებენ, ჯერჯერობით შეუძლებელია, ძელოდიანი პროცესია და არა 2-3 თვიანი ან 1 წლიანი. ხელოვნური ინტელექტი არის შესაძლებლობა უამრავი პროცესის ავტომატიზაციის და რაც უფრო იხვეწება ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელები, უფრო მეტი ავტომატიზაციის საშუალება აქვს ამა თუ იმ კომპანიას. შესაბამისად, დღესდღეობით საკმაოდ გამართლებულია ინვესტირება ნებისმიერი თანხის ხელოვნურ ინტელექტში. ბოლო 20-25 წელი რო ავიღოთ, მარტო ამერიკაში დაახლოებით 300 მილიარდის ინვესტიცია გაკეთდა AI მიმართულებით. რისკი არის თავისთავად და კიდევ უფრო გაიზრდება და მგონია რომ ზოგადად ტექნოლოგიების შემოტანა რისკი ყოველთვის ზრდის, იმიტომ რომ ვინც არის ტექნოლოგია რომ გამოიყენოს, იგივეა ხა AI-მდეს რომ იმსჯელოთ ინტერნეტში ვიღაც რაღაც ლინკს გამოგიგზავნი და დააწვებოდი და შეიძლება რაღაცა შეგეყვანა შენ ბრაც მონაცემები, ხო? საერთოდ არ ჭირდებოდა AI ამას რა და უბრალოდ AI რაღაც იზავს, რომ უფრო რთული გახდება ეს ამბავი, უფრო მეტი პრობლემები შეიძლება გაჩნდეს, თუმცა მგონია რომ ადამიანის ადაპტაციაც მოხდება მაგასთან. საქართველოში AI ინჟინრებსა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებზე მოთხოვნა მაღალია. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოლო 3 წლის განმავლობაში, თუმცა ქართულ ბიზნესს საერთაშორისო კომპანიებთან კონკურენციაში შესვლა უჭირს. ანაზღაურების გამო ბუნებრივია კადრები უფრო მეტ ინტერესს საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების მიმართ იჩენენ. მაღალი მოთხოვნის გამო ქართულ ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტიცაა. ჩემი გამოცდილებით მოთხოვნა ბევრად მაღალი არის, ვიდრე მიწოდება, თუმცა აქ საქმე ის არის, რომ რადგან მოთხოვნა მაღალი არის, აპრიორი არ ნიშნავს, რომ ყველა ეს ვაკანსია შეივსება. ეგ იმას ნიშნავს, რომ რეალურად არ არსებობს მათ შორის არც ჩვენთან საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური AI ინჟინერი. ანუ ეხლა რეალურად ახალგაზრდა აქვს საშუალება, რომ თუ სწორად განვითარდება და სწორი მიმართულებით ჩადებს ძალისხმევას, საკმაოდ კარგი სამსახური საკმაოდ სწრაფად იშოვოს. ეს მიმართულება საკმაოდ ჩაკეტილი არის საქართველოში, რადგან ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობს ამ მიმართულებით, ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ანაზღაურება ძალიან მაღალია და ძალიან რეალური, იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი ალბათ უფრო საზღვარგარეთ მუშაობს remote job-ებზე ეგრეთ წოდება. ცნობისთვის გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ IMF-მა 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.3%-მდე გაზარდა. ფონდის შეფასებით ამის მთავარი მიზეზი სწორედ ხელოვნური ინტელექტის გარშემო გაზრდილი ინვესტიციებია, განსაკუთრებით აქტიურად იმატებს ხარჯები მონაცემთა ცენტრებზე, AI ჩიპებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე. ქრისტი, მადლობა. ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.